კარიერის დასრულებისთანავე. ივანე ჯავახიშვილის პირადი ნივთები და პირადი არქივი დიდი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის ნაშრომების ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ინახება. განსაკუთრებით საინტერესოა მეცნიერის პირადი მიმოწერა, მათ შორის სასიყვარულო ბარათები. თუმცა წერილების გარდა არქივში კიდევ ბევრი საინტერესო ნივთი შემოინახა, რომელიც მეცნიერის ცხოვრებას უკავშირდება. გაუდეამუსი პირველი ქართული უნივერსიტეტის პირველ გამოშვებას ალბათ არ უმღერია ისე მიუძღვნეს ივანე ჯავახიშვილის მადლიერების ეგრეთ წოდებული ადრესი. მცირე სახსოვარი, რომელიც დიდი და ხელთუქმნელი განძისთვის უნივერსიტეტის დამაარსებელს გადაეცა, ახლა მის თითქმის მთელ არქივთან ერთად ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ინახება, როგორც ყოველთვის ყველაზე საინტერესო პირადი მიმოწერაა, მაგალითად წერილი კიტა აბაშიძისადმი. უღმართობაა, რომ ჩვენს ქვეყანაში საკუთარი უმაღლესი სასწავლებელი არ აქვს და დიდსა და ცივს პეტერბურგის სიბნელეში უნდა ვისხდეთ. ჩვენი დღენი და ჩვენი გული და გონება და ქვეყნისა და სამშობლოსაგან შორს უნდა გქონდეს. ეს წერილი ჯავახიშვილმა 1916 წელს დაწერა. უკვე ერთ წელიწადში კი თავის წიგნებში მოინიშნა, როგორ ხედავდა სასწავლო პროცესს თბილისის უნივერსიტეტში. ამ ჩანაწერების მიხედვით, სიბრძნის მეტყველების, ანუ ფილოსოფიის ფაკულტეტის ყველა სტუდენტს ევალებოდა ბერძნულის, ლათინურის, სომხურის, ებრაულის, არაბულის, სპარსულისა და 4 ევროპული ენის ცოდნა. ენკენის თვეში დაიწყება და მაისის დამლევს გათავდება. საშობაო და სააღდგომო უქმეები თითო კვირამდე უნდა შევამციროთ. ლექციები და სწავლა დილიდან საღამომდე გაგრძელდება. განსაკუთრებული სინაზით წერდა ივანე ჯავახიშვილი სასიყვარულო ბარათებს, თუ მიჯნურისა და თუ ოჯახის თავის სტატუსით. განა შეიძლება მეტი ბედნიერება, ჩემო ღმერთო, ჩემო სასოებავ, ჩემო იმედო, შენ ხარ ვანოსი, შენი ვანოსი, ჩემი თვალისჩინი და ბედნიერება. ახლა მე შენ წინაშე რაღაც მოწიწებას აგვგრძნობ. არსითა და კეთილხმოვანებით ლამაზი ფრაზები მას განსაკუთრებული მანერით და დახვეწილი კალიგრაფიით გამოყავდა. მე-20 საუკუნის დასაწყისში ძალიან ბევრი ბაწავდა თურმე ივანე ჯავახიშვილის ხელს. ასეთივე ხელწერით შეიქმნა ქართველი ერის ისტორია, საქართველოს ისტორიის პირველი სრულფასოვანი ნაშრომი. ეს მისი 5 ნაწილიდან პირველია, დაწერილი სწორედ ამ მაგიდასთან. მაგიდაზე უკვე მისი მეუღლის ნაქონი ვიოლინოთი ივანე ჯავახიშვილის მემორიალურ კაბინეტში დევს. პარადოქსია და ერთის მხრივ ნაკლიც არის ჩვენი მეცნიერებისა, რომ დღემდე ბევრი მისი ნაშრომი რჩება ერთადერთ ფუნდამენტურ ნაშრომად აი ამ სფეროში. ამ მაგიდასთან მუშაობდა ბატონი ივანე. რადგან ამ უზარმაზარ მაგიდაზე მეცნიერის ყველა სამაგიდო წიგნი ვერ დაეტეოდა, მან საკუთარი დიზაინით მოხერხებული მოძრავი კარადა დაამზადებინა. ეს არის აპარატი, ხმენა და ყურის აპარატის გარდა მის არქივში სათვალის 2 რეცეპტიც ინახება. ნიღაბი, რომელიც მას გარდაცვლილს აუღეს. ყველაზე ცნობილი ფოტო და ყველაზე ცნობილი ფერწერული პორტრეტი შესრულებული ავთო ვარაზის მიერ. თავარი კი მის მემკვიდრეობაში ბიბლიოთეკაა. წიგნები მისი და სხვათა ავტორობით. ეს ის მაგიდაა, რომელთანაც უკანასკნელ ლექციას კითხულობდა ბატონი ივანე. ამ მაგიდასთან იდგა, როდესაც გარდაიცვალა. სიყვარულის გამოხატულება, რომელიც თქვენ ინებეთ, გამოჩენილი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე ცხოვრების ყველა ეტაპზე, საკუთარი უნივერსიტეტიდან დევნილობის პერიოდშიც ყველაზე დიდ დროს კაბინეტში ატარებდა. ყველა უქმე, სამუშაო და დაბადების დღეს ყოველ 23 აპრილს.